გამარჯობათ. ერთ-ერთ მაყურებელს დაინტერესა რა შედეგი მაქვს გოგრაზე დამყნილი კიტრებიდან. შედეგი ჯერ ამას არ ქვია. ეს შეიძლება ითქვას, რომ არის რაღაც წინასწარი მონაცემი. და ვთქვათ, სეზონის ბოლოს გამოჩნდება, მაგრამ ისიც მაინც წინასწარ შედეგად უნდა ჩაითვალოს. თუმცა ეს წინასწარი შედეგი არის ძალიან კარგი. ეხლა კაცმა რო თქვას, მე თვითონაც ვიზარმაცე 10-ზე მეტი არ დამემყნე, ეხლა ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია, ვინც ნახეთ, მივხვდებოდით, მოცლილი ადამიანი უნდა იყო მაგისათვის. სულ 10 ცალი დავამყნე, ამ 10 ცალიდან გაიხარა 4-მა და იმ 4-დან მხოლოდ 2-ის გადარგვა მოვახერხე გრუნტში, იმიტომ რომ რაღაც მომენტში სახლში არ ვიყავი, ეს ჩითილები ცალკე მქონდა, არ მოურწყია არავის და 2 დღის განმავლობაში ეს 4 ცალკე მყოფი ჩითილიდან 2 გაფუჭდა და 2 გადავრგე გრუნტში. მაგრამ რაღაც წინასწარი მონაცემი უკვე ჩანს. პირველი ის რომ ამ კიტრებს ბევრად უფრო ფართე ფოთლები, მწვანე ფოთლები აქვთ და პრაქტიკულად არ ეტყობათ არანაირი წერტილები, ნიშნები. ახლა იქ კალიების და ლოგოკინების შეჭმული არის ალაგ-ალაგ, მაგრამ ეს არაფერი ისეთი. და ამ დროისათვის მთელ აი ამ 20 კვადრატულ მეტრ ფართობზე, სადაც 64 ძირი მცენარეა, მოკრეფილი მაქვს 119 კილოგრამი კიტრი დღეს დილის მონაცემებით. აი ამ ორისას, რომელიც არიან დამყნულები, გოგრაზე დამყნილები, ცალკე ვწონი ხოლმე. სულ 119 კილო კიტრია, მაგრამ აქედან ამორის შედეგი არის 5.6 კილოგრამი. ანუ თითოეულმა საშუალოდ 2.8 დაიწყა. მაშინ როცა დანარჩენების საშუალო რო ვიანგარიშოთ 1.8 კილოგრამი გამოდის და გამოდის, რომ 55%-ით უკეთ მიდიან დამყნილი კიტრები, ვიდრე ჩვეულებრივები. თუმცა ვიმეორებ, ეს არის საკმაოდ შრომატევადი პროცესი. მერე მოვლა აბსოლუტურად ერთნაირია და რას ამბობთ, ეს უფრო სასიამოვნო მოსავლელია. მაგრამ აი რამდენად ეღირება ეს მოსავალი და გარდა ამისა, 2 ძირის შედეგი ეს შეიძლება შემთხვევითობაც იყოს. ასე რომ ჯერჯერობით ვთქვათ, რაიმე ესეთზე, რომ ეს მკვეთრად იძლევა მოსავლიანობის გაზრდის საშუალებას ლაპარაკი ზედმეტია, მაგრამ სტიმულია, რომ გაისად უბრალოდ უფრო მეტი გავაკეთო. შარშან მქონდა დამყნულები და ცოტათი მეტი მოისხეს, მაგრამ ისინი მოხვდა ჩრდილში, ლეღვის ჩრდილში. ის ლეღვი დღეს გადაჭრილია და აღარ არის დაჩრდილული ის ადგილი. ასე რომ, პრინციპში ეს პატარა ნაკვეთი არსაიდან არ არის დაჩრდილული. უკვე ყველას მზე თანაბრად ხვდება. და იმ დაჩრდილულ ადგილიდანაც კი აჯობეს ჩვეულებრივ არადამყნილ კიტრებს, საკუთარ ფესვზე ამოსულებს და საკუთარი თესლით ამოსულებს. და ეხლა, როდესაც სუფთა მზეზე გამოვიდა და თან ზუსტად ვითვლი მოსავალს, ჯერჯერობით 55%-ით უკეთესი შედეგი აქვს. 1.5-ჯერ არის გაზრდილი და ცოტა მეტითაც კი მოსავლიანობა, ასე რომ დამყნობა ვისაც გცალიათ, რა თქმა უნდა, მოსავალს გაგიზდით და ნაკლებ ფართობზე დაგჭირდებათ კიტრის დათესვა, ან ვთქვათ, ჩითილების დარგვა, ვიდრე დაგჭირდებოდათ. ასე რომ, ვთქვათ, მას ვისაც პატარა ნაკვეთი აქვს და თავისუფალი დრო მეტი, ეს ძალიან კარგი მეთოდი უნდა იყოს მოსავლის გასაზრდელად. ჩემო ბატონო, დღეისათვის სულ ეს იყო. ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდეთ. იმედია,
შეკითხვას დამაკმაყოფილებელი პასუხი გავეცი, თუმცა ვიმეორებ, ეს საბოლოო შედეგი არ არის. საბოლოო შედეგი, სადღაც 20% მაინც რომ იქნება, ვთქვათ, მთელი მცენარეებისა ნამყენი, აი მაშინ ალბათ შეიძლება ვილაპარაკოთ.